შემოგვერდა ნინი ტაველიძე. და როგორც უკვე ვიცით, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანში გლოვაა გამოცხადებული და რა ხდება მაშინ, როდესაც პაპი ხვდება. და როგორ აირჩევს ვატიკანი ახალ პაპს? აი სწორედ აი ამ თემაზე უფრო მეტ ინფორმაციას ახლა ჩვენი ჟურნალისტისგან გავიგებთ. ნინი ტაველიძე შემოგვერდა, როგორც უკვე გითხარით, კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა ნინი. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მევესალმებით ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად ეს იყო გუშინ ვატიკანმა მსოფლიოს სამწუხარო და საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ ამცნო, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების მიზეზი გახდა ინსულტი და რამაც შემდგომში გამოიწვია უკვე კომა და გულის შეუქცევადი უკმარისობა. ბუნებრივია, რომ ამ ამბის გაგების შემდეგ პირველი შეკითხვა, რაც გაგუჩნდა ყველას, არის ის თუ რა ხდება პაპის გარდაცვალების შემდეგ და დღევანდელი ჩემი მიმოხილვით შევეცდები დეტალურად მოგიყვეთ ყველა იმ პროცედურის შესახებ, რომელიც ვატიკანში ამ დროს იმართება. დავიწყოთ იქიდან თუ რა ხდება მანამდე სანამ გაიგებს მსოფლიო და გავიგებთ ყველა რომ რომის პაპი გარდაიცვალა. საკმაოდ საინტერესო პროცედურები არის ამ დროს. მაგალითად, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მიხედვით რომის პაპის კარის უფროსი მოხელი ანადგურებს პირველ რიგში პაპის ბეჭედს, რომელსაც ის იყენებდა სიცოცხლის განმავლობაში დოკუმენტების დასალუქად. ასევე ამ დროს ბეჭდის განადგურების პარალელურად ილუქება პაპის კუთვნილი ოთახები და პაპის ბეჭდის განადგურება სიმბოლურად ნიშნავს მისი მმართველობის დასასრულს და აი ამ პროცედურების შემდეგ უკვე რომის პაპის კარის უფროსი მოხელი ამცნობს კარდინალთა საბჭოს, რომ რომის პაპი გარდაიცვალა და ვატიკანი ამ დროს ავრცელებს ხოლმე ოფიციალურ განცხადებას და ამ დროს იგებს ხოლმე ამ ინფორმაციას მთელი მსოფლიო. ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ პაპის გარდაცვალების შემდგომ პერიოდს, ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ახლა არის გლოვის 9 დღიანი პერიოდი გამოცხადებული, ეროვნული გლოვა აქვს გამოცხადებული იტალიას და ამას უწოდებენ სხვანაირად ნოვენდიალეს, ანუ ამ გლოვის პერიოდს და ბუნებრივია, რომ ეს ტრადიცია სათავეს ანტიკური რომიდან იღებს. ამის შემდეგ უკვე პაპის ცხედარს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ათავსებენ, სადაც მორწმუნეებს მისი მონახულება და პატიმის უკანასკნელად მიგება შეეძლებათ და მიეცემათ ამის საშუალება. სხვა შორის აღსანიშნავია, რომ წარსულში აბსოლუტურად ყველა პაპის ცხედარს შემაღლებულ ადგილზე ათავსებდნენ ხოლმე, თუმცა პაპმა ფრანცისკემ გარდაცვალებამდე განაცხადა, რომ სურდა მის პანაშვიდს ჩაევლო ყველანაირი ცერემონიის გარეშე, შესაბამისად მის ცხედარი ჩვეულებრივ იქნება დასვენებული წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. იქამდე სანამ ცხედარი იქნება ამ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დასვენებული, კათოლიკურ სამყაროში ყოველდღიურად წირვა-ლოცვის ცერემონია აღესრულება და ამ ყოველფრის პარალელურად უკვე ვატიკანში გამოცხადდება სედე ვაკანტე, იგივე თავისუფალი სკამის ცარიელი ტახტის, ასეც უწოდებენ ხოლმე პერიოდი. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი პაპის არჩევამდე მმართველობა გადადის კარდინალთა საბჭოს ხელში, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში კარდინალთა საბჭოს ეკრძალება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. გადავიდეთ დაკრძალვაზე, ასე ვთქვათ, დაკრძალვა ხდება ხოლმე როგორც პრესტიჟული გამოცემა პოლიტიკო წერს, ძირითადად პაპის ასე ვთქვათ გარდაცვალებიდან 4-6 დღის შუალედში უკვე დაკრძალვის ცერემონია და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მიხედვით რომის პაპი ვატიკანის აკლდამებში წმინდა პეტრეს ბაზილიკის ქვეშ იკრძალება, იმიტომ რომ ასე ვთქვათ 100-მდე რომის პაპი არის იქ დაკრძალული დღეის მონაცემებით. თუმცა საინტერესო არის ის ფაქტი, რომ 2023 წელს პაპა ფრანცისკამ მისცა ინტერვიუ, სადაც აღნიშნა, რომ მას არ სურდა წმინდა პეტრეს ბაზილიკის ქვეშ დაკრძალვა და მან სამუდამო განსაცვენებლად საყვარელი ტაძარი აირჩია, ეს არის წმინდა მარიამის სახელობის ტაძარი და მან თქვა, რომ ძალიან უყვარდა ეს ადგილი და სიცოცხლის მანძილზე ხშირად სტუმრობდა ხოლმე. სხვა შორის ცოტა ხნის წინ ანდერძის გასაჯაროვდა და ანდერძშიც ნახსენები არის ეს ყველაფერი. ჯერჯერობით უცნობია გაითვალისწინებს თუ არა პაპის უკანასკნელ თხოვნას ვატიკანი, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ეს მოხდება, ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ პაპი ფრანცისკე ამ საუკუნეში პირველი პაპი გახდება, რომელსაც დაკრძალავენ უკვე ვატიკანის გარეთ. კი ბატონო. აღსანიშნავია ისიც, რომ წარსულში პაპებს, როგორც თებერვალისას აღმოაჩინა, ასე ვთქვათ, 3 კუბოში სასახლეში გრძალდნენ, რომელიც ერთმანეთში თავსდებოდა თურმე. და აქედან ერთი მზადდებოდა კვიპაროსისგან, მეორე თუთიისგან, მესამე
ხოლმე კი თელის ხისგან. თუმცა ამ ტრადიციის შეცვლა მოითხოვა პაპმა ფრანცისკემ და მან განაცხადა, რომ მას სურდა უბრალოდ ხისა და თუთიისგან დამზადებულ სასახლეში განსვენება, ესეც შეიცვალა და სხვანაირად მოხდება ეს ყველაფერი წელს. ახლა კი რა თქმა უნდა გადავიდოთ დაკრძალვის შემდეგ ახალი პაპის არჩევის ცერემონიაზე, რომელიც 2-დან 3 კვირაში მოხდება, როდესაც პაპი დაიკრძალება. კარდინალთა საბჭო სიქსტის კაპელაში შეიკრიბება და დაიწყებს კონკლავს, ანუ ახალი პაპის არჩევის პროცესს და ყველაფერი მოხდება ზუსტად ისე, როგორც ეს არის ახალ კინოსურათში, რომელიც არის ცნობილი ყველასთვის, ეს არის პაპის კონკლავი, ქართველი მაყურებლისთვის საინტერესოა იმითაც, რომ ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე მონაწილეობს მასში. ალბათ მაყურებელთა ფილმის კადრები მეტრიალებდა თვალში და თავში. ალბათ მაყურებელთა უმრავლესობას ნანახი აქვს ეს ფილმი, მაგრამ ვისაც არ აქვს ჯერჯერობით ნანახი, მოდით ჩვენ უკვე დეტალურად ვუთხრათ ის თუ რა ხდება კონკლავის დროს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის, რომ პაპობის უფლება ნებისმიერ კათოლიკურად მონათლულ კაცს აქვს. თუმცა თუ ჩვენ გადავხედავთ უკანასკნელი 700 წლის განმავლობაში რა ხდებოდა, პაპებს ყოველთვის კარდინალთა საბჭოს წევრებიდან ირჩევდნენ და მოსალოდნელია, რომ წელსაც ეს ყველაფერი ასე მოხდება. ხმის მიცემის დღეს სიქსტის კაპელა იხურება და შიგნით მყოფი კარდინალები გაუთქმელობის ფიცდებენ. პაპის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს 80 წელს მიუღწევალ კარდინალებს და დღევანდელი მონაცემებით პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ 120 კარდინალი მიიღებს მონაწილეობას არჩევის პროცესში. ისინი სასურველი კანდიდატის სახელს ფურცელზე დაწერენ, ამ ფურცელს კი საკურთხეველზე მოთავსებულ თასში ჩადებენ. იმისთვის, რომ კანდიდატი გამოცხადდეს გამარჯვებულად, საჭირო არის, რომ ხმების 2/3-ზე მეტი მიიღოს მან. მაგრამ თუ ეს არ მოხდა, შემდგომი ეტაპები არის ხოლმე, თუ ვერ აირჩა, ასე ვთქვათ, პაპი და აღსანიშნავია, რომ დღის განმავლობაში 4-ჯერ შეუძლიათ ხმის მიცემის პროცესი და აღსანიშნავი არის აქ 2013 წლის კონკლავი, რომელმაც აირჩია პაპი ფრანცისკე თავის დროზე 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ რომს ეყოლებოდა, ვატიკანს ეყოლებოდა ახალი პაპი. გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენის შემდეგ ფურცლებს სიქსტის კაპელაში არსებულ ქურაში წვავენ და მინდა უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ამ ქურის გვერდით არის კიდევ ერთი ქურა, რომელშიც უკვე ქიმიური ნივთიერებებს ყრიან, რომელიც საკვამურიდან თეთრ ან შავ კვამლს უშვებს და სწორედ აი ეს სიგნალები ამცნობს ხოლმე ამ მსოფლიოს საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას და უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ შავი კვამლი არის იმის ნიშანი, რომ ახალი პაპი ჯერ არ არჩეულა, თეთრი კვამლი ვატიკანის თავზე მიანიშნებს იმაზე, რომ ახალი პაპი არჩეული არის. და რა ხდება ამის შემდეგ, როდესაც უკვე აირჩევენ ახალ პაპს. ამის შემდეგ უკვე კარდინალთა საბჭოს წარმომადგენელი წმინდა პეტრეს ტაძრის მთავარი აივნიდან, ყოველთვის ცნობილი ადგილიდან, მორწმუნეებს ლათინურ ლოცვა განცხადებას ჰაბემუს პაპამს წაუკითხავს, რომელიც ითარგმნება როგორც ჩვენ გვყავს ახალი პაპი და ამის შემდეგ უკვე კათოლიკეებს თეთრ ანაფორაში შემოსილი ახალი პაპი დაენახება ამ აივნიდან და მიმართავს მათ საჯარო განცხადებით და ასე და ამგვარად ეყოლება კათოლიკურ ეკლესიას ახალი ლიდერი და დაველოდოთ იმას, რომ დავინახოთ ვატიკანის თავზე თეთრი კვამლი. კი ბატონო. მადლობა, ძალიან საინტერესოა. არაფერი არ ვიცოდით აქ, ამ ყოველ შემთხვევაში მე პირველი ამ ფილმთან მქონე შემხებულობა აი ამ პრინციპისა, როგორ ხდება პაპის, ასე ვთქვათ, არჩევა და ახლა უკვე ნელ-ნელა ჩვენც ვიქნებით ამის ისტორიის მომსწრე და მაყურებელნი თუ როგორ აირჩევა ახალი პაპი.